გამარჯობა, მე დავითი ვარ, თქვენ უყურებთ ქართულმოს და დღეს მინდა გიამბოთ 5 ეფექტური გზის შესახებ, თუ როგორ დავიწყოთ და მოვძებნოთ სამსახური კანადაში. მოკლედ დავიწყოთ და ეს არის პირველი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის Indeed. Indeed არის ერთგვარი აპლიკაცია, web გვერდი, სადაც კომპანიები ათავსებენ თავის ვაკანსიებს. საქართველოში Jobs.G, აი ესეთი რაღაც იყო ადრე, ახლა არ ვარ დარწმუნებული თუ არის. იგივე მეთოდი არის, მე ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. ჩემი სამსახურებიდან რაც კი კანადაში მქონია, Indeed-მა დამაწყებინა ერთ-ერთ სამსახურში მუშაობა და ვთვლი, რომ Indeed-ი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება არის სამსახურის მოძიებაში კანადაში. მეორე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია და საკმაოდ გამორჩეული არხი არის, ეს არის LinkedIn-ი. ანუ თქვენ ათავსებთ თქვენ CV-ს, ყველა მიცის ეს LinkedIn-ი რა არის, საქართველოშიც ძალიან სავარაუდოდ მოთხოვნადია და ნებისმიერ ადამიანს ვფიქრობ, რომ ეს სოციალურ ქსელის მოხმარებელი არის. მესამე, რაც კანადაში მიღებულია და რაც საქართველოში არ არის გავრცელებული, ეს არის სამუშაოების გამოფენა, მე ესე ვიტყოდი. ეს არის ლოკაცია, ერთი ადგილი, სადაც იკრიბება დაუშვათ 15-20 კომპანია, შეიძლება მეტიც, პირობითად ციფრი ავიღოთ. წარმოდგენილი აქვს თავიანთი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, ანუ კონკრეტულ ლოკაციაზე ვსაუბრობ, შეიძლება რაღაც შენობა იყოს და ამ შენობაში თვეში ერთხელ ტარდებოდეს ეს გამოფენები. ათავსებენ კომპანიები თავიანთ ვაკანსიებს, თავიანთ წარმომადგენლებს და პიროვნება მიდის თავის რეზუმეთა CV-ით, კითხულობს ამა თუ იმ ინფორმაციას, რა ტიპის სამსახურებს თავაზობს კომპანია, გასაუბრება ხდება ადგილზე და თუ თქვენი კვალიფიკაცია შესაბამისობაში მოდის კომპანიის მოთხოვნებთან, ანუ ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ ამ გამოფენების მეშვეობით დაიწყოთ სამსახური. მე პირადად მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ამ გამოფენებში და ჩემი კანადური პირველი გამოცდილება სხვათა შორის ნავთობზე, მე ვმუშაობდი ნავთობზე 2022 წელს, 2022-23 წლებში და ეს სამსახური მე ვიშოვე არც Indeed-ით, არც LinkedIn-ით, ეს სამსახური ვიშოვე კონკრეტულად ამ გამოფენების მეშვეობით. მეოთხე, ეს არის networking-ი. რაც საქართველოშიც, მთელ სოფლიოში და კანადაც არ ჩამორჩება ამ გზას. networking-ი მარტივია. მე ვიცნობ ვიღაც პიროვნებას, ის პიროვნება იცნობს ვიღაცას და ჩემი თხოვნის საფუძველზე ის თხოვს ვიღაცას, ისინი მიკავშირდებიან და აი ესე ჩერეს ნაცნობობით, როგორც საქართველოში ხდება, აქაც ძალიან აქტუალურია. მე ვიშოვე აქ ეს მაგ მეთოდით, networking-ით მე ვიშოვე კანადაში სამსახური, მაშოვნინეს დამეხმარნენ სამსახურის ძიებაში, მაგრამ თვითონ ის სამსახური არ აკმაყოფილებდა ჩემს სტანდარტებს და მე თვითონ განავაცხადე უარი. მაგრამ networking-ი ძალიან კარგად მუშაობს, როგორც კანადაში, ასევე საქართველოში. და ბოლოს, რამაც გამოიწვია ჩემი გააკვირვება ზოგადად, ეს არის, არც ვიცი როგორ დავარქვა, ბეჭდავ შენს რეზუმეს და ფიზიკურად, ანუ ოფლაინ დადიხარ ამადამ სიტყვაზე სადღაც ქუჩაში, რესტორანში, ავტომობილების დილერშიპში და ესაუბრები მენეჯერებს, აძლევ შენ სასტუმროში შეგიძლია მიხვიდე. მოკლედ ბანკში მე ვიცი, ჩემი ნაცნობი არის აქ კანადაში, ბანკში დაიწყო ესე მუშაობა. უბრალოდ ამობეჭდა CV, მიიტანა ბანკში, გაესაუბრა მენეჯერს და მე მგონი თვენახევარში თუ ერთ თვეში დაიწყო მუშაობა. ანუ აი ეს 5 ძირითადი, როგორ დავარქვათ, ეფექტური გზა, რაც ნებისმიერ ემიგრანტს ახალ ჩამოსულს მისცემს საშუალებას მარტივად და მცირე დროში მოძებნოს სასურველი სამსახური. აი ეს არის ის ძირითადი 5 გზა, რითაც კანადაში შეგიძლია სამსახურის მოძიება. მადლობა, გემშვიდობებით ამ ეტაპზე. შემდეგ შევხვდებით მომავალ ვიდეოში. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში უბრალოდ ამიკომენტარებთ. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.